მე. მე მინდა უსურვო მის უწმინდესობას და უნიტარესობას, რომ ის საქმე, რომელიც ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ილია მეორემ მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით შეასრულა, ეს საქმე გაეგრძელებინოს. ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ ვართ ილია მეორეს პერიოდში დაბადებული, გაზრდილი ეკლესიაში ისული ადამიანები, რომელმაც იგრძნო ისულიერი კავშირი, რომელიც ილია მეორემ დაამყარა თითოეულ ქრისტიან ქართველს შორის. და მნიშვნელოვანია ამ ღვაწლის გაგრძელება. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ვიწყებთ იმ წერტილიდან, სადაც ილია მეორემ სუდარა გადაფარებული ქართული ეკლესია კვლავ აღორძინა, გააცოცხლა. ჩვენ როგორც მეურვლის შეკვრა, ჩვენ ვართ მომენტში, როდესაც ილია მეორემ დასთესა და ჩვენ ვიმკით. და მნიშვნელოვანია, რომ გაუფრთხილდეთ ამ დანატოვარს. შეწყალებაზე უნდა გითხრათ, იგეგმება შესაძლებელია მოგმართოთ ახალი პატრიარქოს შემდგომ საუკეთოს. და ამნისტიაზეც არის მსჯელობა, არა მხოლოდ ვაცადოთ ერთმანეთს. არა მიხეილ ყაბულაშვილს, არამედ უბრალოდ ყოვლისა შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული. ეს არის ერის კანონი და ეს არის ეკლესიის კანონიც. ამიტომ ითქვა არაერთხელ, რომ მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა, სადაც ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე. არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა მოლოტოვის კოქტეილებით, არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა, არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სადეს ქვეყნის დამხობა. ყველა ამიტომ შენდობას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს სინანული. ბატონ შალვა, ჩვენ ისევ ვუყურებთ ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიას. პრაქტიკულად გუშინდელი დღიდან ეს ორთვიანი პერიოდი, რასაც ვუყურებდით, განახლდა. ახლა ახალი პატრიარქის პროცესის მიმართ. თქვენ რას გეუბნებათ ეს ყველაფერი, რასაც ბოლო 2 თვეა ვუყურებთ? ეს არის ანარეკლი იმისა, რაც ხდება ზოგადად ქვეყანაში, როდესაც გუფი ადამიანებისა, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიყვანოს მისი ისტორიული გზიდან. ეს ისტორიული გზა აისახება როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე სულიერ ცხოვრებაში. როგორც ცდილობენ ჩვენ გადაგვიყვანონ ჩვენი ისტორიული პოლიტიკური გზიდან, რაც გულისხმობს ჩვენი ერის კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, ასევე ცდილობენ რომ ჩვენ გადაგვიყვანონ იმ სულიერი მთავარი ხაზიდან, რასაც ქართველი ხალხი საუკუნეებია მოსდევს. ამიტომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის, იმიტომ ეს არის იგივე სახეები, ვინც ებრძვის სახელმწიფოს, იგივე სახეები ებრძვიან ეკლესიას. ეს არის ერთი და იგივე ბრძოლა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს მის სახელმწიფოებრივ თუ სულიერ მხარეს. ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ ერიც და ბერიც ვაცნობიერებდეთ თუ რა ბრძოლაში არის საქართველო და ამ ბრძოლას, ეს ბრძოლა როგორც აქამდე ღირსეულად მიდიოდა საქართველოს ინტერესების, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სასარგებლოდ, ასეც უნდა გაგრძელდეს. ბატონ შალვა, ელჩი ფიშერი ცილისწამებაში გადანაშაულებთ. თქვენი განცხადებებიდან გამომდინარე, მან თქვა, რომ ეს არის ცილისწამება. რა არის თქვენი პასუხი ამჯერად ელჩის მიმართ? მე უკვე არანაირი სიმართლე გითხრათ ხალისი არ მაქვს ამ ადამიანის ტრულ თავდასხმებზე რაიმე კომენტარის გაკეთება. თუ საჭირო ჩათვლის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეუძლია დაიბაროს და შესაბამისი გასაუბრება კონდეს მართლა, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ის მისმა სამინისტრომ გაიწვია კონსულტაციებზე ბერლინში, ის დაბრუნდა და დააბრუნეს საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმ შეთანხმებით, იმ პირობით, რომ ასეთ თავდასხმებს აღარ ექნებოდა ადგილი. ეს პირობა სამწუხაროდ დარღვეულია როგორც ელჩის მხრიდან, ისე რომ ხედავთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც ამ მხრივ როგორც ჩანს ამ პირობას ვერ იცავს. მე იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს
ექნება სათანადო რეაგირება, როდესაც საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ასეთი მტრული თავდასხმებით გამორჩევა სახელმწიფოს და მისი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. რაც შეეხება ბატონ პეტერს, ვეთქვი კიდევაც რამდენიმე კვირაში ის დატოვებს საქართველოს, ჩვენ ვიცით რომ ის აქედან პირდაპირ გადის პენსიაში, რაც კარგია იმ ხრივ რომ ის ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს სამწუხაროდ შეძლო ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემთხვევაში. საფრანგეთის რეზოლუციაზე რა სიტყვით ბატონო ნაშალა მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო საფრანგეთმა. მოვალ რაღაც მომენტში. მორიგი კრიტიკული გზავნილი საფრანგეთიდან ქართულს. სალომე ზურაბიშვილი არის ხო, ჩვენ ვიხილეთ ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში და სწორ ადგილას იყო. ზუსტად იყო თავის სამშობლოში და იყო იმ ადგილას, სადაც საქართველოს და ქართული ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული. ასე რომ აბსოლუტურად ორგანული იყო ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი. ივანიშვილი საშენებული პროექტების რემონტი გადაიბარა ახლა სახელმწიფო. მაგალითად ციცინათელას მუსიკოსების პარკისთვის გამარტივებული ტენდერები ხორციელდება და ერთ-ერთი კომპანია სირენ ჯორჯია იბარებს 5 მილიონიან ტენდერს. აქედან ვიგეთქვით, რომ არ ვიცი საკითხი, რაზე საუბრობთ, ამიტომ ვერ გიფასებ. ბატონშალო, ოპოზიციაზე გითხავთ, მაინც თუ შეიძლება კიდევ ერთხელ კვლავ გრძელდება ურთიერთბრალდებები. პარალელურად ამბობენ, რომ 26 მაისისთვის ემზადებიან. რა რეალობა არის დღეს ოპოზიციაში რა რეალობას ხედავთ თქვენ დღეს? ურთიერთბრალდებები არ წყდება. მაგითხრათ, როდესაც ადამიანთა ჯგუფი აცდენილია ეროვნულ გზას, აცდენილია ეკლესიის გზას, აცდენილია ქვეყნის ინტერესების გზას, იქ რა თქმა უნდა ამ ბოროტი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ ამოვა და სწორედ ამას ხედავთ, რომ ოპოზიციის, რადიკალური ოპოზიციის ბოროტი თესლიდან სწორედ ეს სიბოროტე აღმოცენდება მხოლოდ. ბატონშალო, არის ასეთი ოპოზიციონერი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკან არსია, რომელმაც დღეს იმპროვიზაციის პარალელურად ადინა საპატრიარქოს და იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა. მიხაშად ისმის ადინა, მაგრამ დედა ადინა პატრიარქოს. არ არსებობს არანაირი ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში, რომელიც და ჩვენ არ უნდა დავინახოთ ამ შემთხვევაში კონკრეტული ოპოზიციური სახეები, ჩვენ ამის უკან უნდა დავინახოთ მათი უცხოური დამკვეთები. ეს არის ხაზი, იგივე ხაზი, რაც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეხლა ამუშავებული არის ეკლესიის წინააღმდეგ. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სიფხიზლე გამოიჩინოს. ჩვენ ვიხილავთ ეხლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა ეკლესიის სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ. და კარგად დავაკვირდეთ, ვინ ართმევს ამ ხელს, რომელ დედაქალაქებში დადიან, რომელი უცხო ქვეყნების საჯარო ინსტიტუტების კორიდორებში დადიან, რომელ საელჩოებში დადიან, რომელ ელჩებს ართმევენ ხელს. ეს არის დღეს სამწუხარო რეალობა, რომ ის უცხოელები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ძმად და მეგობრად, დღეს ცდილობენ ჩვენს მოხრჩობას, როგორც სახელმწიფოსი, ასევე ეკლესიის და სწორედ მათი ბიძგით, მათი კარნახით და მათი დავალებით მოქმედებენ ეს ადამიანები.